გუშინ ბათუმის პორტში უკრაინული გემი გეროიძენა სევასტოპოლის შემოვიდა, რომელმაც აჭარიდან 2000 ტონა ციტრუსი უნდა გაიტანოს. გემი გუშინ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დაათვალიერა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონიდან სხვადასხვა მიმართულებით 21000 ტონა ციტრუსია გატანილი, თუმცა უახლოეს მომავალში დარჩენილი 80000 ტონის რეალიზებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოს მთავრობა გემებს რუსეთიდან და უკრაინიდან მომავალ კვირას კიდევ ველოდება. შემოვიდა გემი, უკრაინული გემი, სადაც დაიტვირთება დილისთვის წავა 2000 ტონამდე დაახლოებით ციტრუსი. ამას გარდა უახლოეს სამოთხე დღეში ველოდებით რამოდენიმე გემს, როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან. რაც შეეხება ციტრუსის ექსპორტის მიმდინარეობას, იცით რომ დღეების გამორევით უკვე 21000 ტონაზე მეტია წასული, ბეჭდარების მოგიყვანთ რომ შარშან იგივე პერიოდში გასაგებად ამის ნახევარი იყო მხოლოდ გატანილი. დღეის მდგომარეობით 21000 ტონა არის წასული უკვე ექსპორტზე. ეს არის თითქმის ორჯერ მეტი იმაზე, რაც იყო შარშან ამ დროს.